ილამშვიდობისა, მოგესალმებით ნიჭიერთა აწედის კამერული დარბაზიდან. გამორჩეული სტუმარი მყავს დღეს პიანისტის დღიურში, უნიჭიერესი სანდრო გეგეჭკორი. პირველ რიგში გილოცავ. Welcome to the very exclusive club. გამორჩეული კლუბის წევრი გახდი. ქართველი ჯულიარდელი მაგისტრი ხარ უკვე. მიხარია რომ ამ კლუბს შემოვერთდი, მიხარია რომ ჩვენთან ხარ დღეს. მეც ძალიან მიხარია დათუნა რომ შენი სტუმარი ვარ როგორც ყოფილი ვეტერანი ჯულიარდელის და მიხარია რომ ამ კლუბში ვარ. არაერთი საინტერესო საღამო ელოდება ქართულ მსმენელს, ბევრი სიახლე გაქვს. მოდი მცირე ექსკურსი გავიაროთ 2 წელი ნიუ-იორკში, ჩემს საყვარელ ჯულიარდში, ჯულიან მარტინის კლასში, ძალიან დიდი წარმატებები, ბევრი სოლო კონცერტი და რაც თავარია, საინტერესო სამომავლო გეგმები. როგორი იყო ეს 2 წელი, რა მოგცა ჯულიარდმა და რას აპირებ მომავალში? სრულიად ექსტრაორდინალური, იმიტომ რომ საოცარი პროფესიული განვითარება განვიცადე. სხვა ხარისხია მართლა, ნუ შენ არ გესწავლებ ჩვენი მაყურებლისთვის, რომ ვთქვათ, მართლა სხვა ხარისხია სწავლების, სხვა ხარისხია გამოცდილების, ყველა მხრივ დიდ სიამოვნებას იღებ მოკლედ ყოველი წუთით და წამით. და ნიუ-იორკში დრო გადის, მე მგონი წამობრივად და არა დღეღამით, ამიტომ უნდა იცოდე ყოველ დღე რას აკეთებ წინასწარ, რა გეგმაში ხარ, რა პროგრამაზე მუშაობ და საერთოდ რა გინდა რომ შექმნა. რამდენად ასე. მე რო წავედი ჯულიარდში 16 წელს ვიყავი, გავიარე პრიკოლეჯი, ბაკალავრი და მაგისტრატურა, ასე რომ პრინციპში ნიუ-იორკში უფრო გავიზარდე, შეიძლება ითქვას, მუსიკალურადაც, მაგრამ შენ შემთხვევაში შენ უკვე ჩამოყალიბებული პიანისტი იყავი, არაჩვეულებრივი ალექსანდრე გარბერის კლასში აღზრდილი, აწლედი დამთავრებული, კონსერვატორიის ბაკალავრი დამთავრებული. რა იყო ის განსხვავება მთავარი, რომელიც შენ ყველაზე მეტად თვალში მოგხვდა და რაც გამორჩეულს ხდის ჯულიარდში გატარებულ წლებს. შენთვის როგორც არტისტისთვის და როგორც პიროვნებისთვის. ნუ პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატები რომ ბევრად განსხვავებულია ყველაფრით თავის ღირებულებებით და წესრიგებებით, ეს ერთი. მე ნიუ-იორკი კიდე განსხვავებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში, იმიტომ რომ მანჰეტენი მე ვიტყოდი, პრინციპში და ლინკონ ცენტრი კიდე ცალკე მიკროკლიმატია. ეს საერთოდ კულტურული ბუმია, იმიტომ რომ გაიხედავ და გუსტავო დუდამელი დირიჟორობს ნიუ-იორკ ფილარმონიკს, გამოიხედავ და ტოსკა იდგმება მეტროპოლიტენ ოპერაში. ნუ ეს შემოქმედებითი წვა სულ არის. მაგრამ ყველაზე მთავარი იყო ის, რომ საბედნიეროდ არ მქონდა აი ეს რაღაც სიუცხოვის მომენტი. ალბათ იქიდან გამომდინარეც, რომ აი ამ კონკურსის მერე ძალიან ბევრი ფრენა, ძალიან ბევრი სხვადასხვა კულტურის ნახვა, იგივე ევროპაში, იგივე შტატებშიც თუ აზიაშიც, ამიტომ თვითონ შევეჩვიე უკვე ამ განსხვავებული კულტურის აღქმას და მიღებას, ხო. ამიტომაც დიდი დრო არ დამჭირდა იმისთვის, რომ აი რაღაცა გავთამამებულიყავი და რაღაც მეგრძნო თავი ისე როგორც მაგალითად სახლში. მოდი ვილაპარაკოთ უახლოეს გეგმებზე, რომელიც ვიცი რომ მრავლად გაქვს, ეს არის რამდენიმე კონცერტი საზღვარგარეთ და ასევე თბილისის გეგმებსაც უკვე მიწურულს ჩვენი საუბრისას მაყურებლებს გავუმხილოთ. კი ბატონო, ერთ თვეში მივფრინავ დუსელდორფში კონცერტით, შემდეგ აგვისტოში ასევე სოლო კონცერტს გავმართავ ესპანეთში, ეს არის ჰიხონის მუსიკალური ფესტივალი. სადაც ჯულიან მარტინი არის არტისტიკ დირექტორი და ამიტომაც მიმიწვიეს იქ სოლო კონცერტით და ასევე ფესტივალის ფარგლებში იქნება მასტერ კლასებიც. ხოლო რაც შეეხება სექტემბერ-ოქტომბერში, ნუ რასაკვირველია კონკურსებზე მაქვს აპლიკაციები გაგზავნილი და ველოდები პასუხებს. ანუ კონკურსები სულ იქნება, სანამ საკონკურსო ასაკი მაქვს. ეხლა ჩემი მთავარი მიზანია, რომ კარგ მენეჯერთან ვაწარმოო მოლაპარაკება და შემდეგ ამის მიხედვით გადავწყვეტ სად ჯობია და როგორ. პრინციპში ალბათ მუსიკოსისთვის მთავარი სწორედ ეს არის კარგი მენეჯერი, რომელიც უკვე მე აწყობს შენ საკონცერტო გრაფიკს და შენ აღარ გჭირდება კონკურსი, გჭირდება უბრალოდ შენი სიამოვნებისთვის პროგრამის აბსოლუტურად. ახლა გადავიდეთ თბილისზე, 2
განსაკუთრებული საღამო. ერთი შედგება ხვალ 14 ივნისს ჯანსუქახეთის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში მაესტრო დავით მუქერია, ჩვენი საყვარელი თბილისის სიმფონიური ორკესტრი და რახმანინოვის მეორე საფორტეპიანო კონცერტი. რა განწყობა გაქვს? სულ რამდენიმე საათი ღარჩება ქართულ მსმენელთან შესახვედრად. ჯერ ეს ერთი მინდა ვთქვა, რომ აქ ჩამოსვლა იყო რაღაც განსაკუთრებული, იმიტომ რომ პირველად მოხდა ესე, რომ 9 თვიანი შუალედი და პაუზა მქონდა საქართველოსთან. ხო, სამშობლოსთან და ამიტომ კიდე სხვა შეგრძნებაა. მეორე ის რომ ძალიან დიდი პატივია ჯანსუქახეთის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში და ამ ორკესტრთან ერთად შესრულება ჩვენს ძვირფას მაესტროსთან რეპეტიციებმა ძალიან დამაიმედებლად ჩაიარა და მე ვფიქრობ რომ რახმანინოვის მეორე კონცერტი ისეთია რომ ყველას გულს რო იპყრობს და იცი რა არ შემიძლია არ გთხოვ და უკრა მეორე თემა რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს მე რომელსაც ახლა უკრავდი პირველი ნაწილის მეორე თემა ამას მოისმენთ ხვალ ჯანსუქახეთის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში ჩვენ სარაჩვეულებრივ მაესტრო დავით მუქერიასთან და თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ველოდები ხვალინდელ საღამოს თითქმის ყველა ბილეთი გაყიდულია მე მგონი აღარც არის შანსი მოხვედრის მაგრამ ვინც მოასწარით ნამდვილად დიდი სიამოვნება გელოდებათ და რამდენჯერმე გადადებული სოლო კონცერტი სხვადასხვა მიზეზების გამო თუმცა 20 ივნისს უკვე კონსერვატორიის დიდ დარბაზში სოლო პროგრამით. რას მოვისმენთ 20-ში? 20-ში მოვისმენთ ორ საინტერესო ესპანელ კომპოზიტორს, ერთს კატალონიას ესე გამოვყოთ, ეს არის მანუელ დე ფალია, ანდალუსიელი მანუელ დე ფალია და კატალონიელი ხავიერ მონსალვაჩე. ეს ორი კომპოზიტორი იქნება ასე ვთქვათ, დესერტად პროგრამაში, რაც შეეხება დიდ ფორმებს, პირველ განყოფილებაში იქნება ფრანც შუბერტის ფანტაზია მოხეტიალე და მეორე განყოფილებაში იქნება სერგეი პროკოფიევის მეექვსე საფორტეპიანო სონატა, ანუ პირველი საომარი ომის სონატა. ძალიან დახუნძლული, საინტერესო, საკმაოდ მძიმე პროგრამა, თუმცა დარწმუნებული ვარ ძალიან საინტერესოდ მოგვაწოდებ ჩვენ. იზღუდამშენია გთხოვ ერთი ნაწარმოები მაინც შეგვისრულო შენი სოლო პროგრამიდან. მაშასადამე 20-ში 19 საათზე კონსერვატორიის დიდ დარბაზში გელოდებით. ხვალ საღამოს კი ჯანსუქახეთის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში სანდრო გეგეჭკორი და დავით მუქერია და თბილისის სიმფონიური ორკესტრი. მაშასე მე მგონი დეფაიაზე დაგითანხმე. მანუელ დე ფაიას პირველი პიესა 4 ესპანური პიესიდან. გთხოვთ